მოდი დავითვალოთ თანამშრომლების ხელფასები მათი ნამუშევარი დღეების მიხედვით. აქ მოცემული გვაქვს თანამშრომლები, გვაქვს ხელფასი ხელშეკრულების მიხედვით, უნდა დავითვალოთ პირველ რიგში სამუშაო დღეების რაოდენობა მაისში, მოცემული გვაქვს გაცდენილი დღეების რაოდენობა, უნდა გამოვიყვანოთ შემდეგ ნამუშევარი დღეების რაოდენობა და დავითვალოთ მაისის ხელფასი. იმისათვის, რომ სამუშაო დღეების რაოდენობა დავითვალოთ მაისში, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა. ეს არის network days ფორმულა, რომელსაც გააჩნია ალტერნატივაც, როგორც აქ ხედავთ, ეს მეორე არის network days INTL ფორმულა. ამ ორ ფორმულას შორის ის განსხვავებაა, რომ network days ფორმულა დასვენების დღეებად აღიქვავს შაბათს და კვირას, ხოლო network days INTL ფორმულის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ მივუთითოთ, რომელი დღე არის დასვენების დღე. მოდი სტანდარტულად ავირჩიოთ ახლა პირველი ფორმულა, უბრალოდ network days. უნდა მივუთითოთ თვის პირველი რიცხვი, ანუ 1 მაისი. ჩავამაგროთ. უნდა მივუთითოთ თვის ბოლო რიცხვი და უნდა მივუთითოთ უქმე დღეები. ჩვენ რაც გვქონდა უქმე დღეები, ცალკე შიტზე გვაქვს მოცემული, აი ეს 3 წელი დასვენების დღე გვქონდა და გამოვიდა რომ მაისში სამუშაო დღეები იყო 19. ნამუშევარ დღეების დასაცვლელად უკვე სამუშაო დღეების რაოდენობას გამოვაკლებთ გაცდენილი დღეების რაოდენობას და შესაბამის ნამუშევარ დღეებს მივიღებთ და მაისის ხელფასის დასაცვლელად უბრალოდ ავდგეთ და ხელშეკრულების მიხედვით ხელფასი გავყოთ სამუშაო დღეების რაოდენობაზე და გავამრავლოთ ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე და შესაბამისად მივიღეთ განაცდურების გათვალისწინებით ვის რამდენი ხელფასი ექნება.